მთელი შეხვედრის განმავლობაში დარბაზი ილია სკანდირებდა. ეს შენ გესმოდა და რამდენად მოქმედებდა ის შენზე. ეს საერთოდ არ მოქმედებდა, პირიქით მოტივაციას მმატებდა. მიყვარს ისეთ ადგილებში ჩასვლა, სადაც ყველა ჩემს წინააღმდეგა, რათა გამოვიდე და დავამტკიცო, რომ საუკეთესო ვარ. აქაც ზუსტად იგივე მოხდა, სრულიად სიფსისხლიანი ვიყავი. ვინმეს ყვიდოდა მნიშვნელობა არ ჰქონდა, ჩამოვედი ჩემი საქმის გასაკეთებლად. ასეთ სიტუაციებში არაერთხელ ყოფილი ვარ. ეს არ არის ჩემი პირველი შეხვედრა, სადაც დარბაზის ჩემს წინააღმდეგაა, ასე რომ თავს კარგად ვგრძნობდი. ელოდი რომ ასე მიგიღებდნენ, თუ მაინც გქონდა ეჭვები როგორ შეგხვდებოდნენ, რა მოხდებოდა შეხვედრის დროს და ასე შემდეგ. იმიტომ რომ შეხვედრამდე ყველაფერი მშვიდობიანად მიმდინარეობდა ინციდენტების გარეშე. დიახ, ველოდებოდი, ვიცოდი რომ ჩემს წინააღმდეგ იქნებოდნენ და კარგად მესმოდა სად მოვდიოდი. ბევრი ჩემი მეგობარის კი მეუბნებოდა რომ მას წახვიდე, იქ ძალიან საშიშია, ფიზიკურად გაგისწორდებიანო. ვეუბნებოდი მათოც მომიწიოს წასვლა მაინც წავალ მეთქი. ჩემთვის სულ ერთია ვინ რას ამბობს, მე იქ საჩუქრად და საჭიდაოდ მივდივარ. საერთოდ ისეთი ხალხი, ვინც შენში დარწმუნებული არ არის, უნდა ჩამოიშორო. საკუთარ თავში ყოველთვის დარწმუნებული უნდა იყო და ბოლომდე მიხვე გზას. რაც არ უნდა მოხდეს, ეს სპორტია. დიახ, ვიღაც სადღაც trash talks მიმართავს, ვიღაც რაღაცას აკეთებს, მაგრამ ზოგიერთ ადამიანს არ ესმის, რომ ჩვენ უბრალოდ ჩვენ საქმეს ვაკეთებთ ბრძოლის მისაღებად. ჩვენ რომ უბრალოდ ჩუმად გამოვდიოდეთ და ვჩხუბობდეთ, აგერ მე ამდენს ვლაპარაკობ და ტიტულზე ბრძოლა დღემდე არ მომწეს. ჩუმად რომ ყოფილიყავი, დიდი ხნის წინ გამათავისუფლებდნენ ორგანიზაციიდან, როგორც რენატა და სხვები. გასაგებია, ახლა უკვე ერთ კვირაში კოლბისთან გაქვს შეხვედრა, მე თვითონ დავფიქრდი, ბოლო დროს იმდენი იჭიდავე. ბოლო 8 თვეში. როგორ ვფიქრობ, კოლბისთან ჩხუბის შემდეგ სულ ამდენი შეხვედრა გამოგივა წლის ბოლომდე? პირველი შეხვედრიდან თუ ავითვლით, სულ 12 შეხვედრა გამოდის. 12 შეხვედრას ჩავატარებ 8 თვეში. შვენიერია. თან კიდევ 2 შეხვედრა ჩამეშალა. შენ ACB Jiu-Jitsu-ზეც უნდა გეჭიდავა, ხომ? დიახ, უნდა მეჭიდავა 5 ივლისს, მაგრამ რალფმა არ გამიშვა. არ გამიშვეს საასპარეზო, თორემ ძალიან მინდოდა იქაც მეჭხუბა. ერთ კვირაში აქაც და უბრალოდ დიდი ჰონორარი ამეღო, მაგრამ არ გამოვიდა. პედი პიმბლეტმა ამ კვირაში აღნიშნა, საერთოდ ვერ გავიგე რა საკეთებს, რაღაც სისულელებზე ჭიდაობს, დაანებოს თავი და ბრძოლებს დაუბრუნდესო. მოусმენ მას კოლბისთან ჩხუბის შემდეგ თუ კვლავ გააგრძელებ ჭიდაობას. მაგას მე კი არა, UFC-მ უნდა მოусმენოს და ტიტულზე ბრძოლა მომწეს. ასე რომ ძალიან მალე ჩემს ბრძოლას გამოაცხადებენ. წინასა თარიღიც მითხრეს და დროც. ასე რომ მაქვს ინსაიდერული ინფორმაცია, უბრალოდ ზოგიერთი დეტალი ზუსტდება. ისლამ მახაჩევს მეკითხებოდნენ, რატომ არ ჭიდაობო? ის პასუხობდა, რომ ჭირდება მოსამზადებლად. მივჩევნია ეს დრო ჩემს უნარებზე, ოჯახზე და MMA-ს ვაჯიზე დავხარჯო, რომ არაფერი დამავიწყდესო. შენს წინაშე თუ დამდგა მსგავსი საკითხი, რომ მიფიქრო, მოდი ჭიდაობას თავს დავანებებ და MMA-ზე მოვემზადები უფრო მეტადო. პირიქით, რაც რაფი გამოჩნდა, სულ ფორმაში ვარ. ადრე როცა ის არ იყო, წონას ვიმატებდი და ფორმიდან გამოვდიოდი ხოლმე. ახლა კი რაფის წყალობით სულ რეჟიმში ვარ. სულ ვარჯიშობ, სპარინგები მაქვს და ეს მხოლოდ სასარგებლოა ჩემთვის, რადგან ყოველთვის ოპტიმალურ ფორმაში ვარ. იდეალურში არა, მაგრამ ოპტიმალურ ფორმაში მუდმივად ვარ. და ეს შეხვედრები მე არ მავნებს. იქ არ არის რაღაც სახიფათო მტკივნეულები ან მახრჩობელები, ან ისეთი გრეპლერები, რომლებმაც შეიძლება სახსარი ან ქუსლი დამიზიანონ. ეს ჩვეულებრივი შეხვედრა გამოდიხარ და არანაირი ნერვიული დაძაბულობა არ გაქვს იმის გამო, წააგებ თუ მოიგებ. ეს ხომ შენი ძირითადი სპორტი არ არის. უბრალოდ გამოდიხარ, ხალხს ახარებ, კარგ ფულს გამოიმუშავებ. კიდევ რა არის მებრძოლისთვის საჭირო? მე ასე ვერ ვიტყოდი, რომ შენი შეხვედრები ასეთი მშვიდია. ხშირად ხდება ხოლმე დაპირისპირებები. ახლაც ჩხუბის მერე პირდაპირ ბრბოში გადახდი და ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს აქ უფრო მეტად რისკავ, ვიდრე თავად შეხვედრისას. სიმართლე გითხრა, არ ვიცი საიდან, მაგრამ სამწუხაროდ შიშის გრძნობა საერთოდ არ მაქვს. საერთოდ არ მეშინია, არ ვიცი საიდან მოდის ეს. მე ამ ყველაფერს როგორც სპორტს ისე ვუყურებ, არანაირ ეთნიკურ კონფლიქტებს ან მსგავს რაღაცებს აქ არ ვეხები. ამიტომ აქ სრულიად მშვიდად ვარ, როგორც საკუთარ სახლში. კი, დაცვა გააძლიერეს, ბევრი ხალხი ჩამოვიდა, მაგრამ მე მაინც დარწმუნებული ვარ საკუთარ თავში. თუ იმეს რამის თქმა უნდა, შეუძლია პირდაპირ სახეში მითხრას. მე ჩემს ყველა სიტყვაზე პასუხს ვაგებ. რა მოხდა გუშინ რეალურად? შენ ხომ პირდაპირ მოვლენების ეპიცენტრში აღმოჩნდი. მერე გარშემო შემოგეხვინენ, ყვირილი დაიწყეს. შენი გადმოსახედიდან რა მოხდა გუშინ? დაპირისპირება დაიწყო, მერაბმა მოულოდნელად დაარტყა. უბრალოდ მას უნდა დაეკითხა, ჩვენს ძმაზე ასე რატომ საუბრობ, როდესაც ჩვენ აქ ვართო. და ზუსტად ამ საუბრის დროს მას მერაბმა ხელი დაარტყა.
ჩემი გადმოსახედიდან ეს არასწორი იყო, მით უმეტეს სტუმარი კაცი იყო. ჯერ უნდა დაელაპარაკა და გაერკვია რა მოხდა. მერე როცა ოთახში შევიდნენ, იქ უკვე ერთ-ერთზე დაიწყო ჩხუბი. ყველაფერი გაარკვიეს, ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს და ყველაფერი დასრულდა. მე უბრალოდ ეპიცენტრში აღმოჩნდი. ჩვენ შიგნით შესვლა გვინდოდა, რომ გვენახა რა ხდებოდა და გაგვეშველებინა. ჩვენ ხომ საჩხუბრად არ მოვდიოდით. იქ 100 კაცი ვიყავით. ისე გამოვიდა, რომ ჭყლეტა დაიწყო. მე შუაში მოვყევი, ვიღაც აქეთ მეკაჩებოდა, ვიღაც იქით. ბოლოს ვთქვი, გამიშვით მეთქი, დამანებეთ თავი, უბრალოდ გასვლა მინდა, არაფერი არ მინდა თქო. ამის გამო ვიღაცამ იფიქრა, თითქოს სადაც მივიწევდი და რაღაცის გაკეთება მინდოდა. ჩვენ აქ საჩუქრად არ ჩამოვსულვართ, ჩხუბი რომ გვდომოდა, ამას ნამდვილად აქად გადავწყვეტდით. აბუ რაშიდი პირველად ნახე ასეთ მდგომარეობაში? განრისხებული არ ყოფილა, მაგრამ საკმაოდ დაძაბული ჩანდა ვიდეოებში. არა, ის მაინც საკმაოდ მშვიდი იყო. მე რომ ყოფილიყავი მის ადგილას, ალბათ საერთოდ დავკარგავდი კონტროლს და სადღაც გავიქცეოდი. ის კი ცივსისხლიანი და მშვიდი იყო. მეც კი როცა შიგნით შესვლას ვცდილობდი, რომ მენახა რა ხდებოდა პირიქით, ის მომშვიდებდა. ყველაფერი ნორმალურად არის, გაჩერდი, ყველაფერი კარგადაა. აქ ყველაფერი მოვაგვარეთო. ანუ ყველაფერი რიგზეა მშვიდად წადიო. კონორი უკვე დღეს ჩხუბობს, რამდენად გიხადია მისი დაბრუნება იმ კუთხით, რომ ეს მაინც დამატებით ყურადღებას მოუტანს ორგანიზაციას და ბევრი პოზიტიურად აფასებს ამას. რას ვფიქრობ ჰოლოვეისთან მის ჩხუბზე? სიმართლე გითხრა, ძალიან მიხარია კონორის დაბრუნება, იმიტომ რომ UFC ჩემთვისაც და ბევრი მაყურებლისთვისაც უკვე უინტერესო გახდა. არ იყო დიდი, ხმამაღალი და საინტერესო ბრძოლები. ჩემთვის პირადად ბოლო დროს ისეთი მომენტიც კი არ ყოფილა, რომ დილით გამეღვიძა, ტელევიზორი ჩამერთო და UFC-სთვის მეყურებინა. გეიჯისა და თოფურია ჩხუბს სიამოვნებით ვუყურებდი, მაგრამ ისე დაემთხვა, რომ თვით ფრინავში ვიჯექი, მივფრინავდი და ვერ ვნახე. მაგრამ ზოგადად არ არის საინტერესო ბრძოლები. აი კონორის ხაჯზე კი მისი სახელის გამო ხალხი უყურებს. შეხედე მარტო აწონებზე რა ხდება, სხვა დროს აწონებზე 300-400 კაცი თუ იკრიბება, ახლა კი 10,000 კაცი მოვიდა, თუ მეტი არა. ამიტომ ორგანიზაციამ აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რომ ის დააბრუნა, რათა საერთო სურათი შეცვალონ და გამოაცოცხლონ. თუმცა ახალი სახეები და ახალი სახელები უნდა წამოსწიონ წინ. თორემ ტოპები სულ ერთმანეთში ჩხუბობენ, პირველი ნომერი მეორესთან, ვისაც სახელი აქვს, იმათ ატრიალებენ. ახალგაზრდა ბიჭებს კი ვინც კარგ მოგებების სერიაზე მიდიან, საერთოდ არ უკეთებენ პიარს. არმან, ახლა კონორის შემდეგ ალბათ მსურველების მთელი რიგი დადგება. როგორ გგონია, UFC დაინტერესებულია თუ არა, რომ თქვენი პოტენციური დაპირისპირება შედგეს? ფიქრობ, კონორი 70 კილოში აღარ ჩამოვა. მას ფული აქვს, ყველაფერი აქვს, 70 კილომდე წონისკლება კი უმძიმესი პროცესია. შენ არ ახვილოდი 77 კილოში კონორის გამო? მე უბრალოდ ტიტულის მოგება მინდა მართლა. კონორს გამოვეკიდო მხოლოდ იმისთვის, რომ უბრალოდ ვეჩხუბო? არა, ჩემი მიზანი აქ ჩემპიონობაა. და მე რა თქმა უნდა, თუ შანსი იქნება ამის გამოწონაში ზემოთ ავიდოდი. როგორ ფიქრობ, ილია თოფურიასთან ბრძოლაში ჯასტინ გეიჯის გამარჯვება შენს სასარგებლოდ ითამაშა? ტიტულზე ჩხუბის მიღების თვალსაზრისით, თუ ილიასთან უფრო დიდი ისტორია გქონდა და უფრო მეტი мотиваცია იქნებოდა შენთვის? არა, ჩემს სასარგებლოდ არ უთამაშია. თოფურიას რომ მოეგო ჩვენი ბრძოლა 10-ჯერ უფრო დიდი და ფეთქებადი იქნებოდა. თოფურიასთან ისტორია მაქვს, ორი ახალგაზრდა. ამ მომენტისთვის ტოპ მებრძოლი 70 კილოში. ჩემი და თოფურია ჩხუბი ყველაზე ხმამაღალი მოვლენა იქნებოდა. გეიჯი კი ჩემს წინააღმდეგ. გეიჯი უკვე ოდნავ ჩამოწერილი მებრძოლია, რაც არ უნდა იყოს. კოლბისთან შეხვედრის შემდეგ გეგმა უკვე სრულფასოვანი საწრთუნელო ბანაკის დაწყებას და MMA-ის წესების ჩხუბისთვის მზადებას. დიდი ალბათობით ეს ჩემი ბოლო ჭიდაობა იქნება მომავალ ბრძოლამდე. ეგრევე საწრთუნელ ბანაკში ჩაერთვები თუ კონკრეტულ ოფიციალურ ინფორმაციას დაელოდები. კოლბის მერე ვეგასში მივფრინავ, იქ რაღაცები უნდა დავაზუსტოთ, მაგრამ თარიღის და მეტოქეც უკვე შეთანხმებულია. მოსკოვში რაფზე ტიტულისთვის ალბათ ვეღარ გნახავთ ხომ? გააჩნია რამდენს გადაიხდის რაფი. ფული წყვეტს ყველაფერს, როგორც იტყვიან ხოლმე.